მოგესალმებით, კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი კომიტეტის ხდომა. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ, ვინაიდან დაჩქარებული წესით ბიუროზე დაგვეწერა ეს საკითხი, დროულად კომიტეტის ჩანიშვნის აუცილებლობა იყო და მადლობა სრული დასწრებისათვის. დღეს სანამ კომიტეტის და დღეს წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადავალთ, მინდა აღვნიშნოთ, რომ იუნესკოს ეგიდით მსოფლიო საერთაშორისო მეცნიერების დღეს აღნიშნავს, მინდა ყველას მიულოცო, მეცნიერებს, განსაკუთრებით აკადემიკოსებს და ყველა, ვინც ჩვენი მომავლის მშენებლობაში არის ჩართული. ყველას მინდა მიულოცო და საქართველოს ყოველთვის იყო მსოფლიო რუკაზე, როგორც იმ საერთაშორისო სამეცნიერო მიგნებებით, ასევე იმ მიღწევებით, რაც ამ მიმართულებით გვქონდა, სამწუხაროდ იყო გამოწვევებიც, იყო ჩარეცხვის პერიოდებიც, თუმცა სახელმწიფოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს იმისას, რომ ჩვენ სამეცნიერო პოტენციალი კიდევ უფრო კარგად იყოს ათვისებული და სულ მალე ასევე დაანონსდება მეცნიერების მიმართულებით რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელშეუწყობს ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. ახლა გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. გთხოვთ პირველ რიგში კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. თუ არ გვაქვს რაიმე საკითხი დღის წესრიგში დამატებისათვის, შეგვიძლია წარვადგინოთ საქართველოს კანონის პროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელია ქალბატონი თამარი იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონი თამარი. მადლობა ქალბატონ მარია, მივესალმები პარლამენტის წევრებს. საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოგიდგენთ მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი. წარმოდგენილი კანონ პროექტი ცვლილება შეეხება მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების შესახებ კანონის 62 მუხლის მეორე პუნქტს. კერძო ცვლილებით განისაზღვრება იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო კვალიფიკაცია ან და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი საგანმანათლებლო კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონდადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემოვალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება განუახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ამჟამინდელი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის საფუძვლებს, რეალურ პრობლემას უქმნის იმ პირებს, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო განათლება მიიღეს 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში. თუმცა ამ პირებმა ვერ მოასწრეს კომპეტენციის სერტიფიკატის აღება 2014 წლის 14 ნოემბრამდე, იმიტომ რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ განისაზღვრა სწორედ 2014 წლის 14 ნოემბერი იმისათვის, რომ განეახლებინათ მეზღვაურებს თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები. საქართველოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პერიოდში სწავლა დაასრულა დაახლოებით 1200-მდე მეზღვაურმა კურსდამთავრებულმა, რომლებმაც მიიღეს წლიანი პროფესიული განათლება. ამ პირებიდან ნაწილმა დაახლოებით 405-მა მეზღვაურმა ისარგებლა აღნიშნული ამნისტიით 2014 წლამდე განაახლა სერტიფიკატები, მოასწრო განახლება და ამჟამად სარგებლობს მისი განახლების შესაძლებლობით, რაც მათ საშუალებას აძლევს განაგრძონ პროფესიული კარიერა როგორც მართვის, ისევე ექსპლუატაციის დონეზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით მოხდა აღრიცხვა და შესაბამისად დადგინდა, რომ 1200 კურსდამთავრებულიდან დაახლოებით 795 პირი არის, რომელმაც ვერ მოახერხა კომპეტენციის სერტიფიკატის აღება ამ ვადაში და შესაბამისად ამ პირებს გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, ნაოსნობის სტაჟი და შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელსაც ყოველწლიურად ასევე ანახლებენ და გადიან შესაბამის წვრთნებს და სათნო კურსებს ჩვენს მიერ აღიარებულ სათნო დაწესებულებებში. თუმცა მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შესაბამისად ვერ ახერხებენ პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას. წარმოდგენილი ცვლილების მიღებით 795 მეზღვაურს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ ან განაახლონ მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაიარონ შესაბამისი კურსები, შემდგომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა და გასაუბრება გაიარონ.
წარმატებული ცვლილება სამართლიანად დაარეგულირებს საკითხს და ერთიან სტანდარტში მოაქცევს მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესს. ასევე ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეზღვაურების ინტერესების დაცვისა და კანონის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. კითხვები არის ბატონ ლადო. ბატონ ზურაშ. ჯერ მივესალმები და სახალხოდ მიულოცავ უკვე კიდევ ერთხელ დაუდასტურებ მას ამ აღიარებას მისი უნარჩვევების და სახელმწიფო სამსახურში გამართულად ჩართვას და მიულოცავ თამარს ამ წარმატებას. ეხლა შეკითხვა მაქვს ასეთი, იმიტომ ძალიან პრაქტიკული საკითხია, ძალიან პრაქტიკული. ეხლა ეს მექანიკურად არ მოხდება. ანუ მათ რო აქ ეს კომპეტენტი დადასტურებული, მას ჭირდება გარკვეული დრო, რომ მოხდეს ხელახალი აღიარება. ანუ დასაბუთება იმისა, რომ ისინი მოქმედნი არიან. რამდენია კურსების ხანგრძლივობა, სწავლის ხანგრძლივობა, რამდენი იქნება და რა შეგეცინამდეგობა შეიძლება შეექმნას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მომენტში არიან საკუთარი წასული საქმის შესასრულებლად. იმათთან როგორ მოხდება, იმათ ამ მექანიკურად არ შეუწყდებათ, რასაკვირველია, დაველოდებით, რომ ისინი დაბრუნდებიან, ისე ზოგადად 3 თვით, 4 თვით არიან გასულები, ხო არის? აი ასე დროს ჩვენ სახელმწიფო მათ მიმართ შემოქმედების გადავდგამთ ყველა შემთხვევაში, ოღონდ მათმა უნდა და მოძრაობა დაიწყო ამ მიმართულებით, ხო? მეც არის. აქ ეს განაზრდების კურსები უფასოა სახელმწიფოს ხარჯზე, ხო, სწორია? დიდი მადლობა ბატონო, მადლობა მოლოცვისათვის პირველ რიგში. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს. ყველა მეზღვაური, რომელსაც სურს, რომ რანგიდან რანგზე გადავიდეს, შესაბამის წვრთნებს გადის, შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში, რომელიც არის აღიარებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, გააჩნია რომელ ასე ვთქვათ საფეხურზეა მეზღვაური იმის მიხედვით განისაზღვრება თუ რა ტიპის საწვრთნელ კურსები უნდა გაიაროს, ზოგჯერ ეს არის 3 თვიანი, ზოგჯერ ეს არის 4 თვიანი, ზოგჯერ ეს არის 2 თვიანი. შესაბამისად ამაზე არის დამოკიდებული კონკრეტული кейსები, რა თქმა უნდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისად მიუდგება სასწავლო დაწესებულება. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ეს ფასიანია, ეს არ არის უფასო. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რანგიდან რანგზე გადავიდნენ, შესაბამისად მაღალ ანაზღაურებად საფეხურებზე ავიდნენ, შესაბამისად მათთვის გამონაკლისები არ დაიშვება ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად გაივლიან საწვრთნელ კურსებს, შემდგომ უკვე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავენ იმისთვის, რომ რანგი აიმაღლონ, ამისთვის ჩააბარებენ შესაბამის ტესტირებას, რაც ასევე შესაბამისი მიზერული თანხა ღირს და შემდგომ უკვე გავლენ ამ წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გავლენ გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე შესაბამისად თუ დადებითი ქულებს აიღებენ, უკვე განაახლებენ მათ სერტიფიკატებს და შესაბამისად შეძლებენ, რომ აიმაღლონ რანგი და წავიდნენ გემზე იმ პოზიციაზე, რომელზედაც უკვე სტაჟი მისცემს საშუალებას. ზოგადად მოგახსენებთ, რომ დაახლოებით 20,000 მეზღვაური ყავს ქვეყანაში, ყველაზე კონსერვატული გათვლებით დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვს ქვეყნის ეკონომიკაში წლიდან წლამდე. დიდი მადლობა ბატონ ზურაკადაკიძეს. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. პირველ რიგში თითქმის ანალოგიური შეკითხვა მქონდა ერთი დამატებით. როდესაც ჩვენ საუბრობ რომ მიდიან თქვათ ეს თქვათ საერთაშორისო მისიებსაც შეეხება, ანუ მე მაინტერესებს თვითონ ეს აღიარების თვალსაზრისით თქვათ ჩვენ მეზღვაურებს სხვები აღიარებენ თუ მათ ჭირდებათ კონკრეტული თქვათ ჩვენგან გაცემული რაიმე დოკუმენტაცია. მადლობა, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენი სერტიფიკატები, ჩვენს მიერ გაცემული სამუშაო დიპლომები, ეგრეთ წოდებული სამუშაო დიპლომები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 70-მდე ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ორმხრივ აღიარებას. შესაბამისად, ჩვენი მეზღვაურები დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალი არის. ჩვენი მეზღვაურები უკვე საქმდებიან ისეთ რეპუტაციული დროშების ქვეშ და გემთლობელების ქვეშ, რომ მათი ანაზღაურება შესაბამისად, ასე ვთქვათ, იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, რომ დასაქმების მაჩვენებელი ნამდვილად 90%-ზე მაღალი არის. კი ბატონო. ბოდიშის მოხდით. აი ახლა ამ ეტაპზე ვთქვათ, ვინმეს ქონდა რამე ხელს შეშლა, ვთქვათ, ამ თვალსაზრისით 795 ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მოგმართავდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადიოდნენ პროფესიულ სასწავლებას, იქ განსაზღვრული იყო, რომ ისინი გადავიდოდნენ ექსპლუატაციის და მართვის დონეზე. სამწუხაროდ, შემდგომ კანონმა ჩაკეტა ამის შესაძლებლობა და მათ ვერ მოასწრეს ამ ვადაში 2014 წლის 14 ნოემბრამდე ვერ მოასწრეს განაცხადების შემოტანა. დიდი მადლობა, დიდი სიამოვნებით დაუჭერთ. მადლობა. მადლობა, ქალბატონ გრეტას აქვს დაზუსტება.
მოგესალმებით. აი 795 მეზღვაურის მიმართული ეს იქნება ამათვის იქნება ფასიანი თუ ზოგადად არის ეს სერტიფიცირება ფასიანი უბრალოდ ზოგადად ეკონომიკის სამდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული არის საფასურის წესი არის დადგენილი შესაბამისად ყველა მეზღვაურს უწევს აღნიშნული საფასურის გადახდა სერტიფიცირების ნაწილში რაც შეეხება სასწავლებლებს ცხადია სასწავლებლებში შესაბამისი თანხა ღირს გადამზადება და საწვნელი კურსების გავლა. ზოგადად რაც შეეხება მეზღვაურის წიგნაკს. მეზღვაურის წიგნაკი გაიცემა 10 წლის ვადით, რაც შეეხება კომპეტენციის სერტიფიკატს, სანამ რანგიდან რანგზე არ გადახვალ შესაბამისი ვადიანობა. ასევე ერთი კითხვა მექნება, რა არის ვადა, რამდენი ხნის მანძილზე შეუძლიათ, რომ აი სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აიღონ, ვინაიდან იმ 795-ში თუ არის ისეთი кейსებიც, რომლითაც მაგალითად წასულები არიან ზღვაში და როდესაც დაბრუნდებიან, მერე მოუწევთ. ერთი ეს კითხვა მაქვს და მეორე უпростоეთ თქვენ პრინციპში ახსენეთ, ანუ 2014 წლამდე მიღებული ცოდნა შემდგომ სტანდარტებიც ვითარდება და მნიშვნელოვანია ის, რომ მაშინ მიღებული ცოდნა განივითარონ გარდა სტაჟირებისა, ასევე თეორიული ცოდნაც მიიღონ და გადამზადება ახსენეთ თქვენ და ეს 795 ასევე სანამ სერტიფიცირების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება გაივლიან ყოველწლიურად, ანუ აი ამ გადამზადებას. საბაზისო განათლება რაც აქვს პროფესიული მიღებული, ცხადია ის ბაზა ნარჩუნდება, თუმცა რანგიდან რანგზე აბსოლუტურად ყველა მეზღვაურს განურჩევლად იმისა უმაღლესი განათლება აქვს მიღებული თუ პროფესიული განათლება აქვს მიღებული, უწევს საწვრთნელი კურსების გავლა. თუ ვიწყებთ ასე ვთქვათ პირველი საფეხურიდან, შესაბამისად პირველი საფეხურზე ზუსტად იგივე საბაზისო განათლება აქვს მიღებული ბაკალავრიატზე, რაც მიიღო პროფესიულზე შესაბამისად ამ 795-დან ნებისმიერმა მეზღვაურმა. აქედან გამომდინარე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვრთნელი კურსების გავლა, რაც სავალდებულო არის რანგიდან რანგზე გადასასვლელად, ეს არის განსაზღვრული, ყველა სილაბუსი არის ჩვენთან შეთანხმებული და გავლილი. აუდიტებით, ასე ვთქვათ, დასტურდება, რომ ჩვენი საწვრთნელი ცენტრები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. ჩვენი სასწავლებლები აუდირებულია და უმაღლესი ასე ვთქვათ შეფასება გვაქვს ამ კუთხით. რაც შეეხება ვადიანობას, ჩვენ ზუსტად ვიცით, რამდენ ადამიანს სჭირდება ეს პერსონები, ანუ ასე ვთქვათ, გვაქვს ნუსხა, სადაც ყველას საკონტაქტო ინფორმაცია გვაქვს და შესაბამისად ვადა არ არის, ასე ვთქვათ, განსაზღვრული, შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერ დროს იმისათვის, რომ განაახლონ სერტიფიკატი. ძალიან კარგი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება საზღვაო აკადემიასაც, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის ის დადგენილი ერთიანი გადასახადი, რაც არის წლიური გადასახადი, ამ საჭიროებებს გაცილებით აღემატება საჭიროებებისათვის გამოყოფილი თანხა შესაბამისად ის ცვლილება, რაც არის, რომ ყველა სპეციფიკის მიხედვით და საჭიროების მიხედვით განისაზღვროს გადასახადი, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება თქვენ შემთხვევაშიც და ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ამ ბაზას. სრულად ვიზიარებთ ქალბატონ მარიან, რეგულირებადი პროფესიაა საზღვაო და შესაბამისად შეუძლებელია 2200 ლარად აღნიშნული სწავლების, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა ბაზაზე. ასე გაის საშუალება როგორც მომეცემა, რომ ყველამ გაიგოს და მეც აი მაგალითად ჩვენ სამეცნიერო გამოცდილების სკოლე უმაღლეს დასწავლებლებს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ეს ნაწილდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 20,000 მეზღვაური ყავს საქართველოს, პატრა ეს საკმაოდ საამაყო ციფრია. ამ პატრა ქვეყნის ხარჯი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასრულდება, რომ საზღვაო ქვეყანა ვართ და კონკურენტულიანი. ჩვენს უმაღლეს დასწავლებელში სხვა ქვეყნის სტუდენტები თუ ყავს აბიტურიენტების სახით და თუ არის მოთხოვნა ჩვენი ბაზის გამოყენების განათლების მისაღებად. ეს ისეთი შეკითხვა, რომელიც ამ კანონმდებლობასთან არ არის კავშირში.
ჩვენი კანონი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ ცხადია ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბაკალავრის პროგრამებზე სწავლებას, მათ შორის იმასაც გეტყვით, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე ინგლისურენოვანი პროგრამებიც გვაქვს. არის მოთხოვნა, თუმცა აი რასაც ვეძახით კვალიფიკაციის დამადასტურებულ სერტიფიკატებს და შესაბამისად სამუშაო დიპლომებს ამ მიმართულებით პროტექციონისტულად ვართ, ასე ვთქვათ, ამ კუთხით როგორც მედიცინაზე არის შესაბამისი, ასე ვთქვათ, გამოცდა უნდა ჩააბარონ იმისათვის, რომ დასაქმდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზღვაურობის კეთილდღეობა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ამ მიმართულებით სამუშაო დიპლომებს არ გავცეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეც, ასე იმიტომ ისინი სერვისის ექსპორტს ეწევიან საზღვარგარეთ, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე მუშაობენ. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან რთული პროფესიაა და შესაბამისად პასუხისმგებლობის ნაწილშიც, როგორც ქვეყანას, გვაქვს ვალდებულებები და ამ ნაწილში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონი ითვალისწინებს ბაკალავრიატზე უცხო ელებს ჩარიცხვას, თუმცა სამუშაო დიპლომებს მათზე არ გავცემთ. ძალიან დიდი მადლობა. თუ შეკითხვები არ არის, შეგვიძლია კენჭი უყაროთ წარმოადგენელ საკითხს, გთხოვთ ხელისაწევით. ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა, სხდომა დახურულია.